კარზეა. კაკუნი. იესო კართან დგას და აკაკუნებს. სათხარ შენ. ხმაური. რა ხმა. იესო კართან დგას და აკაკუნებს. გესმის? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იესო ამბობს: აჰა, ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის ჩემთან. ეს სიტყვები არაერთ მხატვარს გაუცოცხლებია ტილოზე. ფრერაფაელიტი მხატვრის უილიამ ჰოლმან ჰანტის სურათზე სამყაროს შუქი. ცხადად ჩანს კართან მომლოდინე იესო. სურათი მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც მხატვარს აქვს გათვალისწინებული. კარის არეველებითაა გადაჭედილი, ლურსმნები დაჟანგული. თითქოს მისასვლელი გზა გაუკვალავია, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ კარი არასდროს გაღებულა. გიფიქრიათ, რატომ იცდის იესო ამდენ ხანს კართან? რატომ არ აღებს კარს, რომელთანაც დანაღვლიანებული დგას ფარნით ხელში? იესო კართან დგას და აკაკუნებს. სათხარ შენ. საზოგადოებისა თუ კრიტიკოსების ნაწილში გაჩნდა კითხვა, რატომ გამორჩა მხატვარს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რადგან კარზე მათ ვერ შენიშნეს სახელური. პასუხი მარტივია. კარს, რომელთანაც იესო დგას, აკაკუნებს და იცდის, სახელური მხოლოდ შიგნიდან აქვს. მხატვრის შესრულებული ეს სურათი მთლიანად ალეგორიაა. კარი, რომელთანაც იესო დგას, თითოეული ჩვენგანის გულია. ჩვენ შეგვიძლია გულის კარი კვლავ მჭიდროდ დაგმანული გქონდეს და სტუმარი, რომელსაც იესო ჰქვია, კარს მიღმა დავტოვოთ. ან დაგავუოთ კარი, რადგან სახელური ჩვენს მხარესაა და არჩევანიც ჩვენს ხელშია. იესო კართან დგას და აკაკუნებს. სათხარ შენ.